კიდევ ერთხელ მოწვევისთვის მიუხედავად ჩემი პირადი სკეპსისისა და ჩემი მეგობრებისა და ვფიქრობ დიდი უმრავლესობის მოსახლეობის ქართულ ოცნებასთან მიმართებაში რომ ისინი გადადგამენ იმ შესაბამის ნაბიჯებს რაც შეასრულებს ევროპულ დავალებას 12 პუნქტის სახით ჩვენ მაინც ვიღებთ ყველა სახის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას პარლამენტში კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფებში გვიან მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვიღებთ მონაწილეობას ასევე ჩვენ არაერთი გამოცხადით რომ ყველა კანონ პროექტს რომელიც იქნება ადეკვატური და შემუშავებული ქართული ოცნების მიერ და მათ აქვთ ეს უმრავლესობა მათ თავის მხრივ შეუძლიათ დამოუკიდებლად კენჭი უყარონ და დაამტკიცონ ნებისმიერი კანონ პროექტი ჩვენ მივიღეთ მონაწილეობას საპარლამენტო სხდომებში და ასე დაუჭერთ მხარს ნებისმიერ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადეკვატურ კანონ პროექტს მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ თავად ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ პარალელურ რეჟიმში ჩვენის აზრით საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეთანხმებით და კონსულტაციების საფუძველზე ყველა შესაბამის კანონ პროექტს და აქ უბრალოდ ელემენტარულად საჭირო იქნება პოლიტიკური ნება რომელიც უნდა გამოჩინოს ხელისუფლებამ თანთა და ჩვენ არ უნდა დავაბნიოთ მაყურებელი რომ ბევრი სხვადასხვა ტელეკომპანია ბევრი სხვადასხვა სახის ინფორმაცია გაისმის არემარე სატელევიზიო სივრცეში და შეიძლება მამას უკვე დაავიწყდა რეალურად ვინ არის ხელისუფლებაში და მათ შორის ვის აქვს უმრავლესობა ხმათა პარლამენტში რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ხელისუფლება რომელიც შეგახსენეთ ძვირფასო მაყურებლებო თამთა ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ წელიწადის დროს თუ კი მათ აღნება 4-5 დღეში კანონ პროექტს აქცევენ კანონად. მაგრამ იცით რა, ფორმა. ევროპარლამენტარებმაც თქვეს, რომ შედეგთან ერთად ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ფორმასო. ანუ იყო ერთი პროცესი თუ ორი პარალელური. რატომ არ შეიძლება რომ თუ არ დაგიკმაყოფილებენ ამ ეს განცხადება არის ეს განცხადება. ჩვენ ვართ ამ სამუშაო ჯგუფებში ხედავთ. ნუ არის შეხვედრებს, ხო? ყველა შესაბამის სამუშაო ჯგუფში, სადაც საგნობრივი მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკურად პირადად განწყობილ ხო არ მოგატყილეთ. ბევრი მიზეზის გამო და ამაზეც ვისაუბრეთ, ხო? აუცილებლად მოკლედ მაინც შევეხებთ. მაინც ვიღებთ მონაწილეობას. რატომ? რომ დარწმუნებულები ვართ, ქართული ოცნება არის მდგომარეობაში, სადაც ხელებს ირშვნეთს და მას უნდა რომ ევროკავშირმა უთხრას უარი ქართულ ოცნებას. ჩემთვის რუსულ ოცნებას და ამის შემდეგ მათ შორის თქვენი სატელევიზიო ეთერით მიმართონ ერს და უთხრან აი ძვირფასო საზოგადოებაო ხო ხედავთ ჩვენ გვინდოდა ყველაფერი ვცადეთ მიუხედავად იმისა რასაც აკეთებენ მაინც სწავლას მოიკრებთ ამ კადნიერებასაც გამოიჩენეთ ამის შესაძლებლობას არ გვინდა რომ მივცეთ და სწორედ ამიტომაც ვიღებთ მონაწილეობას და კიდევ ერთხელ ვამბობ თამთა ძვირფასო მაყურებლებო საბოლოო კანონ პროექტს გაგახსენეთ მოსვენების შესახებ კანონ პროექტი როგორც მოესწროთ ისე გააკეთეს და გამოაცხეს ის კანონი რომელიც ხარდაჭერილი არ არის არავის მიერ მაგრამ მაინც გამოაცხეს სახელმწიფო ინსპექტორის თაობაზე კანონ გააუქმეს პრაქტიკულად სამსახური რომელიც იყო ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ნუ სახელმწიფო ომბუდსმენის შემდეგ და აღარ არსებობს მსგავსი ინსტიტუტი როგორ საკანონმდებლო დონეზე შეიტანეს საცვლილებები კიდევ ერთ რამე შეგახსენეთ თქვენის ნებართვით ქალბატონის ზურაბიშვილის მიერ მოწვეული საგანგებოს რიგარეშე სხდომა მან ჩანიშნა ქალბატონმა ზურაბიშვილმა და საპარლამენტო სხდომათა დარბაზში კარებები არ გაიღო მეტიც ჩარაზეს არადა ოპოზიცია მზად იყო ოპოზიცია რომელიც განსხვავებულია ოპოზიცია რომელიც მე ჯერა რომ ცოტა ხანში წლების შემდეგ ამ ოპოზიციის ნაწილი იქნება ხელისუფლებაში ნაწილი იქნება იმ ხელისუფლების ოპოზიციაში მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით დიახაც გამოინახა საერთოდ და 4 კონკრეტული კანონ პროექტი იყო მზად ჯერ კიდევ მაშინ ამიტომ აქ იცით ინტრიგის ძებნა და პასუხისგებლობის გაზიარება ოპოზიციაზე განა იმიტომ რომ ანუ შევუშინდებ თუ რა უსამართლობაა დიდი მაშინ რატომ მოგიწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებიც რომ მიხვიდეთ ამ შეხვედრებზე და სამუშაო ჯგუფებში შეხვიდეთ თქვენსგანაც დიდი უსამართლობა იმიტომ თქვენს ხო ჩემზე კარგად იცით მოგვიწოდებენ და ისინი არიან დიახაც იმ მდგომარეობაში და ხედავენ რომ უდიდესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ხელისუფლება რომელიც მიდის ქართველი ხალხის ერის ნების წინააღმდეგ 12
კონკრეტული პუნქტი არის გაწერილი რეკომენდაციების სახით და ამის პარალელურად ჩვენ რას ვისმენთ, რას ხედავთ ყოველდღიურად, ხედავთ ბატონების, ქართული ოცნების წარმომადგენლების წარმოუდგენლად ანტიდასავლური განცხადებების ტირაჟირებას პირდაპირ თავდასხმას სტრატეგიულ პარტნიორებზე, ამერიკელებზე, ევროპელებზე, ხომ? გუშინ დადასტურდა თუ ვაცები თქვენს ტელევიზიაში ბატონი კობახიძეს მიერ, რომ არანაირი გამიჯნულ განდგომილები ეს 4 ადამიანი არა პირიქით კობახიძემ დაადასტურა გუშინ ის რაც დიდმა ნაწილმა საზოგადოების ისედაც იცოდა, მაგრამ ფორმალურად უკვე ყველა ვიცი მისგანაც, რომ ისინი არიან კვლავ ერთი გუნდის წარმომადგენლები და გვადანაშაულებენ ჩვენ, მათ შორის მე თქვენს მორჩილს, რომ სიუჟეტებს აკეთებენ ხელისუფლების პროპაგანდისტული არხები, რომ ოპოზიციაში არიან ამერიკის შეერთებული შტატების აგენტები, ხო? გაჯერდა, იცით, აი ყურს იმდენად ხშირად ხდება მე არ მიკვირს ბევრი ქართველი საქართველოს მოქალაქის რომ აღარ ბრაზდება კისიერად ხოლმე. იმიტომ გაჯერებულია, როდესაც ყოველ დღეს ზღვას ხედავ და ზღვის დანახვა აღარ გიკვირს, ხო? ხო? დაახლოებით იმ მდგომარეობაში ჩააყენეთ რუსული ოცნების ვაპატიეთ, ეს აღარ ჟღერს უბრალოდ ოპონენტისგან ნასრული გროვდა, ეს ფაქტის კონსტატირებაა ჩემის აზრით. და მეტიც უსანშობლოები არიან და რუსული ოცნების წარმომადგენლები არიან. 30 წლის განმავლობაში დღიდან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა არც ერთი ხელისუფლება არ ყავდა ქვეყანას, არც ერთი ხელისუფლება, რომელსაც ომი გამოეცხადებიოს საკუთარი საზოგადოებისთვის კლასობრივი. ჩვენ მათთვის ვართ მტრები. თამთა, მე თქვენთან არ ვარ აქ, როგორც ქართული რუსული ოცნების ოპონენტი. ეს მათი გადმოსახედია, მე მათი მტერი ვარ, ასე მიყურებენ მე და 100,000 საქართველოს მოქალაქეს კიდევ მთელს ოპოზიციას. კლასობრივი მტერი ვარ და მე არ მიკვირს და არც გამიკვირდება არასოდეს. ვინაიდან 12 პუნქტის შესრულება ავტომატურად ნიშნავს ოლიგარქიული ხელისუფლება რეჟიმი მარცხდება. აბა ხა დამოუკიდებელი თუ იქნება სასამართლო, ეხლა თუ საერთაშორისო რეკომენდაციებს გაითვალისწინებს ხელისუფლება, თუ სახელმწიფო უფლებადამცაველი ომბუდსმენი იქნება კვლავ მიუკერძოებელი, თუ მედიის წარმომადგენლების მიერ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებენ, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები იქნება დამოუკიდებელი და ასე შემდეგ. ოლიგარქები ხო დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბატონი კაი არა დაველოდოთ თამთა მაგრამ იცით რა არის ფიცრწავს ბოლო მაკვირვებს ყოველდღიურად ტელეკომპანია ვიცი ჟურნალისტი თუ ტელეკომპანია იმედი იწყება და მთავრდება კოლეგებს საუბარი არ გვევით რომ ამერიკის შეერთებული შტატების აგენტები ვართ ჩვენ ოპოზიციაში ყველანი გამოდის მე ეს 4-ეული ქართული ოცნების წარმომადგენლები უკვე კობახიძეს მიერ ბეჭედ დასმული ისინი ერთი გუნდი არიან და არანაირი ეს კვარტეტი არ წარმოადგენს გზააბნეულ დეპუტაციას, ხო? და თხოვენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თხოვენ, რომ წარმოადგენენ გარეში, რაში ხარჯავენ ფულს და ეჭვი შეაქვთ, რომ ის ფული 30 წლის განმავლობაში რას იხარჯება? იხარჯება საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოსათხელად მაშინ, როდესაც ქვეყანა ახლა ვიდრე ჩვენ საუბრობთ, არის ოკუპირებული მართალრეალური მტრის მიერ და ერთი სიტყვა არ დაცდენია და არასოდეს. ეს არ არის ბალანსი, ეს არ არის სიფხილე, ეს ჩვენთვის არის კაპიტულაცია. ადეკვატური თუ იქნება მათი რომელიმე წინადადება და ინიციატივა მხარს დაუჭერთ, აი რომელი წინადადება მიგაჩნიათ ადეკვატურად. იგივე ელექტრონული არჩევნების საკითხი არის თუ არა ის, რომელსაც თქვენი პოლიტიკური ძალა მხარს დაუჭერს. ელექტრონული არჩევნები, ესეც მათი აზრით, როგორ თითქოს რო კითხოთ, დახურ კარს მიღმა ფიქრობენ, რომ რა მაგარი ინიციატივა შემოიტანეს საზოგადოების ნაწილს დაუბრუნდო. ელექტრონული ხმის დათვლის სისტემაა ეს ჩვენ რეალურად გვინდა სამართლიანი არჩევნები, გვინდა იმდაგვარი სისტემა, თუ მაინდა-მაინც ელექტრონულ მოწყობილობებზე საუბრობთ, სადაც მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. თუ რამე არის უსამართლობა, ჩემის აზრით, არ მიცე მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მონაწილეობა მიიღოს პროცესში, არჩევნებში არა, პროცესში, რომელიც განსაზღვრავს მათი შვილების, მათ ბედს. ეხლა უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან სამწუხაროა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ 12,000-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ტექნოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობთ. 12,000 ძვირფას მაყურებელო, 12,000 საქართველოს მოქალაქე, ვინც დაირაზმა
მივიდნენ შესაბამის საარჩევნო უბნებთან და ქალაქიდან ქალაქში ახლა ზოგს 500-600 კილომეტრის დავა უწევს. 2020 წელს, მაშინ როდესაც უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, სამწუხაროდ დასავლეთი თუ რუსეთი ეს დილემა დაყენებული იყო თუ არა ივანიშვილის მიერ. მივიდა 70% თათა ხმათა უმრავლესობა ვინ აიღო ოპოზიციამ ჯამურად. ქვეყნის გარეთ ოპოზიციამ აიღო 70%. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მხოლოდ შარშან 100,000 საქართველოს მოქალაქე გავიდა. წლის ბოლომდე დავარაუდებია იგივე რაოდენობის გავა. და ჩემზე კარგად იცის დღეს ივანიშვილმა და ჩვენზე კარგად იცის ივანიშვილმა რომ დამაჯერებლად დამარცხდება. იმიტომ იმას რასაც ჩვენ აქ კადრულობ, იქ ვერ იკითხებ. ამიტომ საუბრობდე ელექტრონულ ნაწილობრივ მაინც არ მოიაზრებდე ემიგრაციას. ჩემისაზე თუ კი რამე არის შეურაცხყოფა ახლა დამატებით მისაყენებელი დარჩა ემიგრაციისთვის არის აი ამ თემაზე საუბრობა ისე რომ იგნორირება ემიგრაციის ნაწილობრივ მაინც არ გაუმჯობესებს არსებულ საარჩევნო სისტემას რომ 15 წუთში 20 წუთში უბნების დახურიდან გვეცოდინება ელექტრონული ტექნოლოგიით ყველა დიდ მსხვილ დასახლებულ პუნქტში ყველა დიდ ქალაქში ნამდვილად მე რომ მკითხოთ ამ 12 პუნქტიდან მკითხოთ ეს ველოთ რო თქვა და დამაჯერება შემიძლია გითხრათ ნებისმიერი 12-დან პუნქტი თუ კი შესრულდება და აი თუნდაც დეოლიგარქიზაცია როგორც პუნქტი ცალკე აღებული არ იქნება დამუშავებული აი ეს მუხლი რომელიც უბრალოდ პუნქტი თავისით შესრულდება აი საუბრობს ბევრი ჟურნალისტი დეპოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე და შემდეგი 10 მოთხოვნა სამართლიანი რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ეკონომიკურ წინსვლას სწორ და სამართლიან მიუკერძოებელ სისტემას სასამართლოში აი ეს ყველაფერი თუ მოწესრიგდება ავტომატურად გვარდება პოლარიზაციის საკითხი და ავტომატურად გვარდება ოლიგარქიის პრობლემა და რა თქმა უნდა ავტომატურად გვარდება თამთა არჩევნების ჩატარების სამართლიანობის საკითხი და დაუჭერთ მხარს ვერ მივიღე პასუხი რეფორმას რომელიც არ სამართლიანობის საკითხი და დაუჭერთ მხარს ვერ მივიღე პასუხი რეფორმას რომელიც არ სამართლიანობის საკითხი და დაუჭერთ მხარს ვერ მივიღე პასუხი რეფორმას რომელიც არ გულმოს დემოკრატიულად ჩატარებას არჩევნების და უბრალოდ ხა ინიციატორს ბატონ კობახიძეს მოუნდა რომ კლავ უწოდოს ამ წარმატებული იმ ეტაპამდე მივედით დღეს აგერ მაგალითად მათი თავარი ერთ-ერთი საყრდენი ბურჯი ბატონი მურუსიძე რომელზედაც მე ხო არ საუბრობდი არც თქვენ საუბრობდით არც სხვა ბევრი ადამიანი თავად ივანიშვილი საუბრობდა ხელისუფლებაში სანამ მოვიდო და ეს ვინ არის ბატონი მურუსიძეა ვინც არის ხო აი ასე საუბრობდა თავარი მოკლედ უკანონო bis შემოქმედი და უსამართლობის თავარი პერსონიფიკაცია და ეს ადამიანი მე თავის სასახლეში მიიღო და აქცია დასაყრდენ რეალურ სახელმწიფო სასამართლოში ადამიანებს. და ეს ადამიანი უკვე გრძნობს, რომ ამხილებელი ფაქტები მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამოტანის პროცესის არის კარსმომდგარი როგორც ჩანს და თავისი ჭკუით გადადის შეტევაზე საკუთარივე გუშინდელ თანამოაზრე ბატონ გოგაშვილზე. გამოდის ჩვენ ვისმეთ მოსამართლეს უზენაეს სასამართლოს ბატონი ალავიძე რომელიც საუბრობს თუ რა ზეწოლის ქვეშ უწევდათ მათ გადაწყვეტილებების მიღება. ნუ კიდე რა უნდა მოხდეს თამთა ამას ეხა ხო არ საუბრობს ოპოზიცია. ამას საუბრობს უკვე ადამიანთა ის წრე რომლებიც თავად პირადად იყვნენ შემოქმედი იმ დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულნი იყვნენ და შემოქმედი იყვნენ უკანონო გასაგებია ბატონიკა აი ამ და ეხა ჩვენ ვისაუბროთ რაზე ხმა დაღებულ ელექტრონულ ხმის დათვლის სისტემაზე რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს საერთო არაფერი არ აქვს წარში არ ჩატარდება ნუ ერთში ჩაერთო იმის მიღმა თავარი არის გარეთ რა ხდება თავარი არის ეგრეთ კარუსელებზე ბიულეტენების თავარი არის სასამართლო სისტემაში როდესაც მე კონკრეტულ დარღვევას აღმოვაჩენ ჩემი დაკვირვებელი ჩემი წარმომადგენელი ნებისმიერი და მიმართოს სასამართლოს, იქ მურუსიძე აღარ იქნება. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავ, იქ აღარ იქნება ბიზნეს ევანიშვილის პირადი მცველი. როგორც კი წავალ, არ ვიცი, სხვა უწყებაში აღარ დამკვდება, აზოტუბინიც, ანუ პირადი მცველები
მინიმუმ ნაბიჯი პირველ ცვლილებზე გამახსენდა დეოლიგარქიზაცია თუ აწუხებს როგორც პრობლემა, ხო? და უნდათ რომ მოახდინონ ამ ყველაფრის დეოლიგარქიზაცია, მინიმუმ ბიზნე ივანიშვილი პირადი მცველები უნდა მოეშორებინა თანამდებობიდან. აი ვაღიაროთ, მე ვაღიარებ თქვენს ალბათ და მაყურებლებს 2022 წელია და აღარ გვიკვირს რომ თავარ უწყებებში მინისტრებად პირველ პირებად სახელმწიფო თანამდებობის პირველ პირებად მუშაობენ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები. ეხლა ეს რო ეთქვა ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არ ვიცი სექტემბრის თვეში რომ მე რომ მოვალ ხელისუფლებაში ყველა ჩემი პირადი მცველი იქნება მაღალ თანამდებობაზე კონსტიტუციურად მათ შორის გარანტირებული არ ვიცი სუსშის განზვანელი როცა იყო გუბერნატორი 5 წელი იყო ხო ეხლა ლიუვაშვილი რა იგი ბანკში მცველი არ იყო მაგრამ ბანკში მუშაობდა ამ ხო ამას ვერ იტყოდა როგორც 2020 წელს ამის 5%-იც რომ ეთქვათ ამთა საზოგადოებისთვის რომ მე ერთ წელიწადში გავხდები წარმოუდგენლად ღიად დეკლარირებულად ანტიდასავლური ძალა უმრავლესობა ქართული ოცნების თბილისში და დიდ ქალაქებში ამორჩევლებს არ მიცემენ ისე აუხდეს მას ყველაფერი როგორც აუხდა და ალბათ დასავლეთი თუ რუსეთი იყო თუ არა შეცდომა თქვენი მხრიდან მიშელის შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა რკინის ფარდა არის ჩამოშებული ხო და ჩვენ დავიკავეთ არასწორი მხარე ჩვენი ქართველების საქართველოს მოქალაქეების საყელით ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ არასწორი მხარე დაიკავა ისტორიის არასწორ მხარეზე დადგა და ამ ისტორიულ კონტექსტში გეკნებათ ალბათ ეს კითხვა ვკითხავდით აი რა შეიძლება მოხდეს რასაპირებს ოპოზიცია დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რომ მთელი რიგი შეიძლება ერთ შეხედვით უმნიშვნელო გარემოებამ გამოიწვიოს და აუცილებლად გამოიწვევს ხისიან მარცხს ამ რეჟიმის ამიტომ რომ შენ როდესაც ღირებულებით არჩევანზე საუბრობ და ამ წუთას მე ვსაუბრობ ღირებულებით არჩევანზე ჩვენთვის ევროპა ღირებულებით არჩევანია თქვენთვის მით უფრო ეს არის მარადიული არჩევანი არავის აშული თქვენ მოყავთ ხელისუფლებაში მე დავყავ ოპოზიციაში მეც ვწავალ მაგრამ არის რაღაცა რასაც ხელი არ უნდა მოკიდო და ამათთან მოკიდეს ხელი და ამ ყველაფერზე ნიღბავდნენ ძალიან ოსტატურად უნდა ვაღიაროთ იმდენად რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დიდ ნაწილს არ სჯეროდა რომ ეს ზალა იყო პრორუსული არც 2020 წლის არჩევნებზე გდანში ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი და ვაღიარებ როცა გდანში მუქიანში აჭაში დავდიოდი პრაქტიკულად არ ჯეროდა საზოგადოებას მათ შორის მათ ვისაც აღარ უნდოდა ქართული ოცნება როგორც ხელისუფლება რომ ქართული ოცნება იყო ანტიდასავლური ძალა მაგრამ ეს მოცემულობა კარდინალურად არის დღეს შეცვლილი ნორმალური სახელმწიფო რო ვიყოთ თამთა დემოკრატიული საფუძვლები რომ არსებობდეს არ არსებობს დემოკრატიული საფუძვლები კვაზი დემოკრატიული სახელმწიფო ვართ ეხლა ჩვენ არც კი უბრალოდ ვართ ავტოკრატიული ჩემი ხმარწმენით სახელმწიფო დემოკრატიულობის ნიშნებით ისიც ტელევიზია რამდენიმე არსებობს მაინც ეხლა თქვენზე ვერ ვიტყვი რამდენიმე კრიტიკული დამოუკიდებელი ტელევიზია სახელმწიფო ინსტიტუტი ნინო ლომჯარიას ინსტიტუტი მხედველობაში აი ეს სუბიექტები რო გამოვაკლოთ კლასიკური ავტოკრატიული სახელმწიფო. 1 წლის შემდეგ მიიჩნევთ თუ არა შეცდომად მიშელის შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა. 2020 წელს. ამ კითხვაზე რომ მიპასუხოთ. რომ გამოგიგებასუხეთ რომ ეთქვა ქართულ ოცნებას რომ ვა პრორუსული ძალა. დიახ. ხომ? კი, ეს გაიმარჯვებდა. მიუხედავად ყველაფრისა. ნორმალურ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისთანავე, ახლა რას ნიშნავს? მე თქვენ გითხარით რომ მომეცი როგორც მედასავლეთეს, ხმა მომეცით და წელიწად ნახევარში იმავე კაბინეტში გადავიქრენი პრორუს პოლიტიკოსად. რაც შეეხება მიშელის გარემოება სულიად ხმა, თქვენ გახსოვთ მე იმ დღეებში ვიყავი ციხეში. დღევანდელი გადასახადი. არა, არის რაღაცა ზნეობრივი კომპრომისი რომელიც არ უნდა გადაილახოს მათ შორის პოლიტიკაში ყოფნისასაც კი და შეგახსენეთ რატომ არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი და ის განცხადება მე გავაკეთე ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან, თანამებრძოლებთან ერთად და თქვი მას შემდეგ რაც ამნისტიის კანონი იქნება მიღებული ჩვენ შეუერთდებით მიშელის დოკუმენტს ჩვენთვის პრინციპულად
პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამნისტია არ შეხებოდა დამნაშავეებს და არ გათანაბრებულიყო მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხო, ამიტომ დღევანდელი გადასახედი და არ პირდაპირ გეუბნებით, არავითარ შემთხვევაში, გასაგებია, მაგრამ აი პრინციპულად მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს თქვენს თანმიმდევრულობას რამდენად აჩვენებს, რომ მაშინ ხელი არ მოაწონეთ და ეხლა ითხოვთ ერთ-ერთ პუნქტად, რომ მიშელი შეთანხმების სულისკვეთებას დაუბრუნდეთო. არა, ერთი წუთი თქვენ მე მკითხეთ, ნანობთ თუ არა. მე თქვენ გითხარით რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილების ემიღებას. იცით? და მაინდა-მაინც თუ ამაზე გვინდა ვისაუბროთ, ეხა არ ვიყოთ, მოდით ასეთი მეამიტები და ნუ ვიტყვით, რომ ხელი რომც მოგვეწერა ჩვენ, ხელი რომც მოგვეწერა. ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე თითქოს, ხო? ბიძინა ივანიშვილი ამ შეთანხმებას არ დაარღვევდა. მანამდე არ დაუბრუნდა. თქვენ მაინც არ მიგეცათ მიზეზი. ხო, ეხლა რაზე ვსაუბრობთ? ეხლა წარსულია. ხო, თანმიმდევრულობას რამდენად აჩვენებს, რადგან ბევრი მიკითით. არა, თამთან, ნახეთ, სრულიად სხვა ვითარება. ჩვენ ახლა ვართ ცივილიზაციური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მე პირადად არ მაინტერესებს, მათ შორის საკუთარ პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებსაც არ აინტერესებს პარტიის შიგნითაც ძირითადად ვინ რა გააკეთა წლების წინ, ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ არ დაუშვა შეცდომა, ჩვენ გვაინტერესებს. ეს სახელმწიფო გადაურჩება რუსულ ძირმომპალ იმპერიას თუ ვერ გადაურჩება და თქვენ მესაუბრებით ახლა სამართლიანად ლეგიტიმურად კი ბატონო გაინტერესებთ, მაგრამ ჩემისაც დურო სერიოზულად რომ მიუდგეთ საკითხს უბრალოდ უადგილოა, იმიტომ რომ დაუშვათ და მე ახლა გამომაცხადეთ და დამნაშავეთ რომ არ მოვაწერე შალ-მიშელის დოკუმენტს და დაუშვათ, არა, ნუ ამით რა, დაუშვათ და პოლიტიკური შეცდომა. გითხარით ეს არ იყო პოლიტიკური შეცდომა და ხვალაც იგივეს გავაკეთებდი. იმიტომ არ შეიძლება მეობრე კომპრომისზე წავიდე. მაგრამ შენ ყავს ხელისუფლება, თამთა ეხლა რომელ შეცდომებზე საუბრობ ყოველდღიურად ჩვენი წარმომადგენლები, აი ეს ქართული ოცნების, რუსული ოცნების შეურაცხყოფას აყენებენ, აბრალებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში. ამაზე ღია, ეს არ მithქე გადატრიალების ბრალდება. ამაზე ღია პოზიციონირება, რომ ისინი არიან არა ევროინტეგრაციის მომხრენი, არამედ რუსეთის ქოლგის ქვეშ მოსულნე ხალხი, მაგან უნდა იყოს. ჩვენი ბოლო ეთერი ბატონი კაცო. მაშინ 2014 წელს ვისაუბროთ. მახსოვს ივნისის ბოლოს გქონდა ჩართვა და გაღიზიანდით ერთ-ერთ ჩემს შეკითხვაზე 3 ივლისის აქცია მოდიოდა, ახლოვდებოდა და კითხეთ რომ აი თქვა თუ ხელისუფლება არ წამოვა თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ, რა იქნება თქვენი შემდგომი სტრატეგია გეგმა და ნახეთ რომ 3 ივლისს მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, იყო მასშტაბური აქცია და ყველა ვაღიარებთ ამას, მაგრამ აქცია დაიშალა, მოდით შევთანხმდეთ და თან არც გეგმა გამოცხადებულა და არ დაანონსებულა. დღეს 3 თვის შემდეგ, ანუ გავიდა 3 თვე, ის მუხტიც გაქრა. თქვენ ნიკა მელია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ფიქრობთ თუ არა რომ 3 ივლისი იყო ოპოზიციის ხელიდან გაშვებული შანსი? აბა ასე არ ვიტყვი პირველ რიგში ეს იყო ოპოზიციის, თუ მაინდა-მაინც ხელიდან გაშვებული შანსი იყო, მე გამიხარდებოდა თუ თქვენს საკუთარ თავს მოიაზრებდით ამ პროცესში და იტყოდით რომ ეს იყო ჩვენთვის გაშვებული შანსი, აი ეს თუ დასვამდით საკითხს გამიხარდებოდა მე მიმაჩნია რომ არსად მუხტი არ გამხრალა და ვერ გახდება თავი შეიძლება მინავდა ამ წუთის გომარეობით შეიძლება მაგრამ სწორედაც რომ აი ასეთი ერთი შეხედვით მიწყნარებული ვითარების უნდა ეშინოდეს პირველ რიგში რუსულ ოცნებას მე ისინი აცნობიერებენ რა არჩევანის წინაშე დაგვაყენა ჩვენ რეჟიმმა ისინი ძალიან კარგად ხვდებიან რომ მთელი საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე ისინი თავიდან ბოლომდე წარსდგნენ რეალური სახით და მას შემდეგ რაც უკრაინელი ზურგი აქციეს მას შემდეგ რაც რუსეთს მოკავშირე აღარ დარჩა არც დასავლეთში არც ცენტრალურ აზიაში არც ინდოეთში და არც ჩინეთში და ამის დამადასტურებელი იყო შეხვედრა უზბეკეთში სადაც ბატონი პუტინი ჩავიდა იმის საჩვენებლად ევროპელებისთვის რომ მე რა რომ თქვენ მომკვეთეთ მე თქვენსგან აგერ მეგობრობ ჩინელებთან და მეგობრობ ინდოელებთან ხო იმ ორ დიდ სახელმწიფოსთან რომლებიც რეალურად ომის დაწყების პირველ თვეებში ხარს უჭერდნენ რუსეთისთვის სანქციების შემსრულებას და შერბილებას და
რა უთხრა ჩინეთის ლიდერმა? რა უთხრა? ყველაფერი არის, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. მაგრამ კიდევ უფრო მძიმე შენიშვნა პუტინს უთხრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ არ ვცხოვრობთ ომების ეპოქაში. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკავშირე აღარ დაჩა თამთა რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით. გარდა საქართველოს ხალხის ოფიციალურად წარმომადგენლობისა რუსული ოცნების სახით და ვინმეს არ კონდეს ილუზია რუსულ ოცნებაში, რომ ამას ვინმე შეეგუება იქნება მუხტი ვიღაცისთვის მტარი, ნახოთ რამდენად მტარია. არ არის ეს მტარი. სოციალურ ქსელში ერთ და ცოტა ხნის წინ დაწერეთ, რომ აი როდესაც ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებენ, ეს არის თქვათ უტიფრობა, გუნურება და ასე შემდეგ. გასაგებია რომ თქვენ აკრიტიკებთ ხელისუფლებას და ხელისუფლებას, მაგრამ და ფიქრობთ რომ დღეს ოპოზიციის სისუსტე პირდაპირ კავშირშია, როგორც თქვენ ამბობთ, ავტორიტარიზმის სიძლიერესთან, მაგრამ თქვენშიც თუ ხედავთ, აი თქვათ ოპოზიციის მოქმედებებში, რაღაც გარკვეულ ხარვეზებს, გარკვეულ პასუხისმგებლობს, იცით რატომ გეკითხებით, რომ იქნებ ის სტრატეგია გეგმა, რასაც თქვენს თავაზობთ საზოგადოებას, არ არის მათი მთავარი დაკვეთა. გასწავლებით ევროინტეგრაციისკენ, რომელსაც მართლა იცით რა, მე არ მაქვს, არც მე, არც შენ თანამებრძოლებს, ჩვენ არ გვაქვს საკუთარ თავებზე დიდი წარმოდგენა. ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, ნამდვილად ჩვენ დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს როლზე ამ პროცესში და ეს როლი, ეს წარმოდგენა ჩვენს როლზე არ გაგვიჩნდა დღეს და გუშინ. 2012 წლის ოქტომბრის თვიდანვე ვიცოდით რა იყო ჩვენი როლი, როდესაც ოპოზიციურ ველზე მარტონე ვიყავით. თუ ვინმე იყო ოპოზიცია, ხო დაცვა მოძრაობა იყო, სადაც ძალიან რთული იყო უბრალოდ პოლიტიკურ პროცესებში ყოფნა, არსებობა, კენჭის ყრაში მონაწილეობის მიღება იყო რთული, კანდიდატად დარეგისტრირება, იმიტომ რომ დეკლარირებული პოლიტიკა ივანიშვილს ჰქონდა, რომ განადგურებული იყო ნაციონალური მოძრაობა, ხო? თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ არა თანამებრძოლები, რომ არა ნაციონალური მოძრაობა, ბევრი შემდეგ აღმოცენებული პოლიტიკური პარტია უბრალოდ ვეღარ შემოვიდოდა ველზე, გაუდაბნოებდებოდა ეს ოპოზიციურ ველი და ივანიშვილი შემოუშვებდა ამ ველზე, ვინცაც ის მოისურვებდა. აქედან გამომდინარე, მე ვერ დაგეთანხმებით, არა იმიტომ რომ არ მინდა თუნდაც ის სადაც თვითგვემა აუცილებელი რომ თვითგვემას მიყო ხელი, ვერ დაგეთანხმებით რომ რაიმე საკით ჩვენი სტრატეგია იყო პასიურობას გამოგსაბადურობენ, ხშირად თქვენივე ამორჩევლები. ამ საუკუნეში არავის უფროს თაობის წარმომადგენლებსაც, აი შობლების თაობა გვიყურებს, ბებიების და ბაბუების თაობა გვიყურებს, ახლა თქვენ გადაცემას ხო უყურებენ და მათ კითხონ, მათ დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა, იყო თუ არა ოდესმე ასეთი ავტოკრატიული ხელისუფლება ოდესმე ამ ქვეყანაში არ ყოფილა და მე რაზეც მაქვს პრეტენზია და ვის მიმართაც მაქვს პრეტენზია, ის გამოვხატე განცხადების სახით, ისტერიული ასე თქვათ, შენიშვნები ოპოზიციაზე, შენიშვნა უნდა მიცე ოპოზიციას, გააკრიტიკვა ისტერიკა, ეს ისტერიას უსვარ რამაა. თითქოს აღარ არსებობს რუსული ოცნება და მესმის შესაძლებელია ჩვენ გვინდოდა უშინდელი დღე ვძნობ, მათ შორის მედია საშუალებებში, მათ შორის სიმართლე გითხრათ კრიტიკულ მედიებში. იქ სადაც არ ვარ თქვენთან, თქვენ შეჩვეულები ვართ ახლა. რამდენიმე არხზე, აქ ქართული ოცნება თავიდან სპორადულად თუ გამოჩნდებით. მიხარია ჩვენთან ნაციონალური მოძრაობა ძალიან ხშირად არის, კი. თითქოს არ მინდა წასვლა. ბატონი კარა, უნდა გიცით რა მინდა გითხოთ, პირადად თქვენ, აი როდესაც მე ვიცი რომ მიზანს ემსახურება ჩვენი არსებობა. და ამ მიზნამდე ახლა ვართ ძალიან ახლოს, მაგრამ მოსვლა აქამდე იყო ურთულესი. მესმის ჩვენი ხარდაჭერების, ამორჩევლების გუშინ უნდათ გამარჯვება. კი, ჩვენს მინდოდა, მეც მინდოდა სპრინტში დაგვემარცხებია ხელისუფლება, რომელსაც არ ჯეროდა პირველივე დღიდანვე. ხო, განსხვავებით ბევრი ადამიანისა და ვეც გაამტყუნებ. მათ შორის ჩემს ბევრ უახლოეს ადამიანსაც ვერ ვამტყუნებ, რომლებიც მივიდნენ და ხარ დაუჭერს 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულ ოცნებას და დღეს არიან ან შორის ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები, ხო? ჩემი ამოცანა არის გაიზარდოს ამ პარტიის ხარდაჭერა, მათ შორის ყოფილი ქართული ოცნების ამორჩევლების აქტიურობით და განსაკუთრებით ვიცი რა, რომ 50% ქართული ოცნების ამორჩეველი, რომ თბილისში მაგალითად არ არის ამ პარტიის ამორჩეველი და ეძებს ვის დაუჭიროს მხარი, ხვალ რომ არჩევნები იყოს. ამიტომ 30% ასეთი მთელს ქვეყანაში. მიმაჩნია ჩვენ სწორება არ უნდა მქონდეს მხოლოდ წლების განმავლობაში პარტიის არსებულ ამორჩეველზე.
ეს მათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს რომ ისინი და ჩვენ მათთან ერთად ისინი ჩვენთან ერთად არ ვართ საკმარისი მაგრამ ახლა იმდენად დიდი უპირატესობაა თამთა ახლა ნებისმიერი არჩევნები რას ტიპისა და რა სისტემის ფარგლებშიც არ უნდა ჩაატაროს რუსულმა ოცნებამ ის იქნება პრინციპად დამარცხებული და იქნება იყოს ვადამდელი არჩევნები ანონსებ მე მიმაჩნია ჩვენ მიგვაჩნია საუკეთესო შვიდობიანი დემოკრატიული რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მას ეკნება რამე თქვა გამარჯვების შანსი შეგვარდაგვიანოსებია პარლამენტში შევარდა ასეთი პოლიტიკოსები და დღეს ოპოზიცია არის იმ ფორმაში რომ თქვა ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ვინც არ არის ჩემის აზრით ისინი ოპოზიციურ ველზე არ იმსახურებენ ყოფნას ჩემის აზრით და ჩვენ არა იმიტომ გვინდა ახალი არჩევნები სწრაფად 2023 წელს რო ეს ჩვენი თვითმიზანია არა ვინაიდან ხელიდან გვეცლება ისტორიული შანსი მოვიპოვოთ კანდიდატობა რაც მე შესაძლებლობას გახდეს გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს თამთა ეხა თქვენც და მეც აღიარეთ ჩვენ აი სამსახურიც რომ არ გქონდეთ თქვენ მეც რომ უბრალოდ სხვა საქმედ დავკავდე ხომ ჩვენ ოჯახებს მივხედავთ კი მივხედავთ ნამდვილად და განსხვავებით 90 ალბათ პროცენტისა მოსახლეობისა ხო ჩვენ ის ელემენტარული სოციალური გარანტიები გვაქვს ხო ოჯახის დამსახურებით ჩემ შემთხვევაშიც ხო და მე ვიცი რომ სრულად სხვა მდგომარეობაშია საზოგადოება და ამიტომაც მიდის ქვეყნიდან და ასე გითხარით 100,000 წავიდა და 2024 წლამდე ესე იგი მინიმუმ 150,000 საქართველოს მოქალაქე გავა და 100 არჩევით არაფერი აღარ იქნება. ერთი ცოცხალი მაგალითი მინდა თქვა, ძალიან მინდა თქვა და აი მინდა ასეთ ადამიანებზე უფრო ბევრი ვილაპარაკოთ, ვიდრე ვილაპარაკოთ ბევრისთვის შეიძლება უინტერესოს საკითხს. აი ვარკეთილში 4 დღის წინ სკვერში ქალბატონს მივესალმე, რომელიც სკამზე იჯდა. და ისე მოხდა რომ გავობით საუბარი და ქალბატონმა მითხრა რომ 40 წელიწადია შვილო აი აქ ვარკეთილში სკოლის პედაგოგად მუშაობდია 300 ლარი მაქვს პენსია მხოლოდ 75 წლის ქალბატონი ვარ 300 ლარიდან 150 ლარი მეხარჯება მედიკამენტებში დანარჩენი კომუნალურ გადასახადებში და ნუ რაც მომივარ იმაზე ჭამა მაგრამ ყველაზე ჩემთვის მტკივნეული აი ეს შემდეგი ფრაზა იყო რაც ქალბატონმა მითხრა შვილები მყავს ლოტკინზე და ვერ გავდივარ ვერ გავდივარ ერთი რომ ტრანსპორტირება ჩემთვის წარმოვიდგინეთ ზვირიაო ტრანსპორტირებას ვიჭი რომ წავიდეო რაღაცა ხო უნდა მივიტანო შვილებს უნდა მივიტანო 8 და 9 წლის შვილები ყავს და აი ესეთი საქართველოა და ამ დროს ვახსენდება რომ მილიარდერი მართავს ამ ქვეყანას რომელიც გვერდებოდა ელდორადოს და საფრთხე არ ედგა ქვეყანას საგეოპოლიტიკური კურსით შვილებისა და ეხა მოხდა რა ღარიბი გაღატაკდა იმედი როგორც ასეთი დაიკარგა და ყველაზე ძვირფასი ყველაზე ღირებული რაც საქართველოს მოკლეს ჰქონდა ევროპული იდეა ამ კაცის პირობებში მოხდა ასე ბატონი ჩემი თქონა რომ მოკლედ რომ მიპასუხოთ აი სამოთხ შეკითხვას დაგისვა არჩევნები არ არის იდეა ფიქსი არის ერთადერთი სწორი გამოსავალი და თუ კი ვინმე მზად არ არის ის მზად არ იქნება არასოდეს და კონსულტაციებს გეგმავთ რომ დაარწმუნოთ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას პოლიტიკურ პარტნიორებთან თქვა პოლიტიკურ ჩვენი სტრატეგიული გეგმის წარდგენა ინიციატივა რომელსაც გამოვედით მაგრამ გამოხმაურება არ არის თქვა ვისგან საზოგადოებისგან არა პოლიტიკური პარტიებისგან სკეპტიციზმით უყურებენ ვადამდელ არა იმიტომ რომ ნუ ეხლა მე გამიკვირდა ძალიან სხვა ეთერებში თქვენ გავემეორე და გამიკვირდა რა ოპოზიციაში იყო და თან ამბობდე რომ არ მინდა არჩევნები შენიჭირება წავაგებ და გეხოცებ უჩამინიშოთ არჩევნებს თუმცა ესეთი ოპოზიციონერებიც ყოფილა მე გამიხარდა ზოგი ჭირიმარგებელია რომ ასეთი ოპოზიციონერები პატივისცემა მათ აღმოვაჩინე და იცი რატო გამიხარდა მივხვდი რომ საზოგადოების არც თუ ის უნიშნულო ნაწილში შეიძლება ჩვენ ანუ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და წარმომადგენლები და სხვაები აი ესენი ვისაც არ ჯერა გამარჯვებს და საკუთარ შესაძლებლობებს ვასწორდებოდეთ ერთად და მე არ მიკვეს მოსახლეობის ნაწილის რომელსაც დეპრესია აქვს სასწრაფო ქვითაშია ჩავარდნილი იმ მორევშია სადაც არაფერს ოპოზიციის გაერთიანება და მრავალჯერ აი ახლა იგივე ვადამდელი არჩევნების გარშემო და რო ეგადებოდა ოპოზიცია კი არა ერი არის გაერთიანებული მე აი იმ დღეს
იცით როდის გავიხარებ? მართა, როგორც საქართველოს მოქალაქე, თქვენ რომ დაგინახავთ ამ იდეის გარშემო რომ გამოსწორდეს არა, იმიტომ რომ თქვენ ხო ჟურნალისტი გასაგებია, მეც პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ ამის მიღმა არის ეს საკითხი, გადასაწყვეტი და იქ ხა პოლიტიკოსები ხო არ დადიან, ჟურნალისტების დადიან და მე დარწმუნებული ვარ თქვენც მოხვალთ. შვიდობიანად და გაუხარდება ხალხს, როდესაც დაგინახავენ თქვენ. ბატონო, იცით რა არის საინტერესო, თქვენ პირობითაც გქონდათ. არ არის ოპოზიციის, ეს არ არის ინდივიდუალური ბრძოლა. ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ყველა ოპოზიციაში ყოფა პოლიტიკოსმა, ყველა პარტიაში, იცით, ახლა ვიღაცა ფერს მუშაობს, ცოტა, ესე აღარ გამოვა. ყველა პოლიტიკოსმა, ნაციონალურ მოძრაობაში, სხვა პარტიებში, ყველა და, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ყველასია, ინდივიდუალური. მაგრამ თუ არ გამოეხმაურებენ ინდივიდუალური ბრძოლა არ არის. ინიციატივას თქვენ მარტო იბრძოლებთ ადამიანელი არჩევნებისთვის. თამთა და გავუშვათ 150,000 მინიმუმ. არა მხოლოდ, როგორ იგადება, ბევრი კონტაქტი, კომუნიკაცია საერთაშორისო ჩვენს მეგობრებთან, საზოგადოებასთან, ყველა ტიპის მოქმედება, ღონისძიება, ნაბიჯი წინ გადადგმული. მოემსახურება ერთადერთ მიზანს, რაც შეიძლება სწრაფად, უმტკინველოდ, მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ ეს რეჟიმი მართვის სადავებს, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ყველაზე მთავარი მე რეიწყება, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ. მე რეიწყება, იმიტომ რომ მე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. ჩვენთვის მაგალითად, აი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ხო არის ძალიან მნიშვნელოვანი სანუკვარი ოცნება, რომელიც აღხდება ჯერა, ესეთი გეოპოლიტიკური ძვლებია, მაგრამ ნახეთ, მთავარი აქვე იქ რა არის? ამ პრობლემის გადაწყვეტისას, რომ ჩვენს ოს მეგობრებთან და აფხაზ მეგობრებთან და არა მხოლოდ ავსუებთან, სხვა მოქალაქეებთან ეროვნების, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ, საერთო ენა გამოვხდათ და ისინი ინტეგრირდნენ ჩვენთან და ჩვენ ვინტეგრირდეთ. ამიტომ ისე ყოველთვის ზედაპირზე ზოგჯერ ჩანს, რომ თითქოს ამ ჭიქას თუ გადავდეთ მარცხიდან მარჯვნივ, ეს საკითხი გადაწყდება, მაგრამ სინამდვილეში მე რეიწყება მთავარი. სოციალურ ქსელში როდესაც სტატუსებს აქვეყნებთ, მე თვალს ვადევნებ ხოლმე გამოხმაურებასაც და პირადად თქვენ მიმართ იცით რა ტიპის პრეტენზიებია, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების იდეა მეორე პლანზე გადაიტანეთ და რომ თქვენ თქვა იგივე აქციებზე მოგყავთ ხალხი, მაგრამ შემდეგ უგეგმოდ იშლება ეს აქციები. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დღევანდელი ვთქვათ გეგმა და სტრატეგია არის თუ არა ის რაც არის ნაციონალური მოძრაობის ელექტორატის მე ასეთ ადამიანთა კამათში არ შევდივარ საკმარისად მიცნობენ 10 წელი 10 არა ნუ 2014 წლიდან ვარ მათ შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა უკვე ოპოზიციაში ხო 2014 წლიდან დიახაც ვარ საკმარისად მეცნობენ იმისათვის რომ მენდონ და მე ბევრი იცით არის საკითხები რომელზეც პასუხის გაცემა შეურაცხყოფილიც არის და არც არასოდეს გავცემ. ეხლა არათუ მეორე პლანზე გადავწიე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უკვე პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი. ჩემი ღრმარწმენით გადაჭრილობის გარეშე, თავდადობის გარეშე პირველ პლანზე თუ კი სამ გამოსაწევი იყო გადმოვწე, იმიტომ მე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მოგვარების გამოსავლის მოძებნის გზად მესახება გამარჯვება ქართულ ოცნებაზე და სანამ ბიზინა ივანიშვილი არის იქ სადაც არის და არის ჭრილოვანი მართველი, ხო? მე ამჯერა რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ამიტომ მე მიმაჩნია რომ მეტი მუშაობა გასაგებად ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შედეგზე გავიდეთ და ძალიან ბევრი თანამებრძოლი ვართ ჩვენ და თანამებრძოლები რა ნიშნით ერთიანდებიან, ხო? რა ნიშნით ერთიანდებიან, მეგობრობის ნიშნით ერთიანდებიან, თანამებრძოლს თქვენ მეგობრობის ნიშნით ირჩევთ, ხოლო არა მე ვფიქრობ შედეგზე გასვლის ნიშნით. მე მყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ ის არ არის ჩემი თანამებრძოლი, ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ მიზნის მიღწევისკენ მივდივართ და ის კრიტიკულად განწყობილი თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ზოგ შემთხვევაში გულწრფელი ამორჩეული და ზოგ შემთხვევაში აბსოლუტურად არა გულწრფელი და კაცი რომ არის ვინ არის რა არის სოციალურ ქსელში ისინიც კი დარწმუნდებიან ბევრს არ გაუხარდება რომ ეს სტრატეგია იყოს სწორი. ბოლო ორი შეკითხვა და მოკლედ რომ მიპასუხოთ. ჩემთვის ოლიგარქი მიუღებელია გინდ ჩემიანი, გინდ შენიანი, გინდ ხელისუფლებაში, გინდ ოპოზიციაში. თქვენ რამდენიმე დღის წინ წლების წინ დაწერილი სტატუსი თავიდან გამოაქვეყნეთ Facebook-ში და ერთ-ერთ ინტერვიუში გუშინ ვისმენდი სწორედ თქვით რომ ოპოზიცია ფინანსურადაც უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ეს არის საფრთხილო პროცესი. თქვით რომ ამ პროცესში ბევრს აღარ ენდობით და რომ ოლიგარქია მოოლიგარქო ტიპაჟებით ვერ
მარცხდებიან. ვინ არიან მოოლიგარქო ტიპაჟები? როგორც თქვენ თქვით, პოლიტიკოსებს არ გულისხმობთ, მაგრამ თქვა იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგს აფინანსებენ. დიახ, ოპოზიციურ ველზე არ არიან მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ამის შემდეგ განსაკუთრებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და არა ვიღაცა ამ ჩხორის ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. მე ბიძინა ივანიშვილიზე გამარჯვება, როგორც ოლიგარქზე მინდა და ამაში გულისხმობ წარმატებულ სახელმწიფოს ხილვას მომდევნო წლებში. და მე ვერ დავინახავ ასეთ სახელმწიფოს. თუკი თუნდაც კი ბატონო მოოლიგარქო ტიპაჟები, პერსონაჟები, რაიმე ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებენ ან ვიწრო პირთა წრე, ექნება გავლენა დაუმსახურებლად. მე უკანასკნელი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, მანამდე მე ასეთ ადამიანებთან არანაირი შეხება არ მქონია. ოპოზიციაში, როდესაც შენ ხარ აი ამ უთანასწორო ბრძოლაში, ეძებ ბევრ მოკავშირეს რეჟიმის წინააღმდეგ. და მე ვთქვი, ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანს ჩამოვართვევ ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დამეხმარება და იქნება ჩვენი მოკავშირე, მაგრამ ამ პროცესში მე დაარწმუნდი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან გულწრფელები საზოგადოებისთვის დახმარების აღმოჩენის პროცესში. ბიზნესმენები. მათ შორის არ არიან გულწრფელები და ჩემი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის. ნუ კეზერაშვილს შეეხება მე ამ ადამიანს ხელი ჩამოვართვი ჩაშან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მე მას არ ვიცნობდი. ჩემი დამოკიდებულება ცნობილი იყო, გასაგები იყო ის რაც ვთქვი და გასაგები გახდა რაც ვთქვი შემდგომში. ის რაც ვაკეთებ მათ შორის უკვე ვთქვი, ყველა ადამიანს ჩამოვართვევ ხელს, ოღონდ დაარწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული და ამასაც რეჟიმი. მე ეს რწმენა არ მაქვს დღეს. და მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია პოლიტიკურ სპექტრში რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მით უფრო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აი, ამ წუთის გამორებით ამ ყოფილი შემოვიფარგლები თქვენის ნებართვით. მარტო ერთი ადამიანი გულისხმობთ, კეზერაშვილის სახით თუ სხვაც? არა, სხვა. ბოდა ბოლო შეკითხვა. ნაციონალური მოძრაობისით პოლიტიკურად მდგრადი ადამიანები უნდა შევიდნენ მომავალში. ესეც არის თქვენი რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება. ვერავინ უნდა გაბედოს, რომ სავარძლებით და მანდატებით იყიდონ ისინი. ანუ იმ ვინი გულისხმობთ ის დეპუტატები, ძალიან ბევრჯერ ვთქმულა, ხა ახლა მიაქციეთ ყურადღებას. ახლა 2020 წელს საერთო ოპოზიციური დეპუტაცია ამ გადმოსახედიდან ეს შტაბეჭილება მაქვს. საკმარისი რომ გამختارიყო დაუშვათ. კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებად, ანუ აი მანდატში რო ყოფილიყო სხვაობა. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შეძლებდა მთავრობის დაკომპლექტებას. იმიტომ რომ ძალიან ჭრელი, ეკლექტური დეპუტაცია ოპოზიციიდან შესული და მე ვისურვე და მე ამ სიტყვას აუცილებლად შევასრულებ. მე ვთვლი რომ ჩემ თავარი ამოცანა თანამებრძოლებთან ერთად არის, რომ მომავალში ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია იყოს იმდაგვარი, რომ არავის წლების შემდეგ ეჭვიც კი არ გაუჩნდეს და ამორჩევლები ჩვენი პარტიის ხარდაჭერების წინაშე ვიყოთ პირნათლები და ხშირად ხდება, როდესაც პარლამენტში შედიან ნაციონალური მოძრაობის სახელით და შემდეგ იქსაქსება სხვადასხვა მიზეზის გამო. დღეს ვის გულისხმობთ, რომელ დეპუტატებს მე თქვენ რომელი მომავალზე ვსაუბრობ. მე წარსულზე დღეს გაქვთ რომელიმე მათგანის არა, რომ თქვენთ განვიფიქროთ ახლა. არ მეტყვით, მაგრამ ის მაინც მითხარით გაქვთ თუ არა პრეტენზია. მე მომავალზე ვსაუბრობ ხოლმე. კარგით. მადლობა დიდი. ყველანაირი დროს გადავაჭრბეთ 45 წუთი, დრო სწრაფად გავიდა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და იმედია რომ ხშირად იქნებით. როგორც წინა ეთერების დროს. მამდობ ჯობია ხშირად გვესტუმროთ. მადლობა დიდი ნიკა მილიას, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პასუხობდა გადაცემას